ადამიანმა მოგექცა ცუდად. შენც მერე მოეკეცი ცუდად, მაგრამ შენ მაინც გძნობ რომ აი რატო ქენია ხარ, გვინდოდა იქნებ უბრალოდ მეპატიებია. ემპათია, ამას ქვია ემპათია. ემპათია ძალიან ხშირად, ვიცი რომ ბევრს აქვს და საკმაოდ კარგი გზნობა მართლა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ადამიანობა გამოიხატება მაგაში. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ხანდახან ეს დავფიქრდეთ უნდა რომ იცი რა მარტო სხვაზე არ უნდა იფიქრო, შენი თავით, შენ თავზეც უნდა იფიქრო ხოლმე რა. ვერ ვიცი რა თავად არის საკმაოდ ცხოვრების ცუდ პერიოდში რა, რომ უბრალოდ ცხოვრების რესურსები არ აქვს რა, მაგრამ სხვას მაინც რო ეხმარება. უბრალოდ თავად მენტალური პრობლემები აქვს, მაგრამ სხვას რო ეხმარება, მეგობარს რო ძალიან გადაყვება, რომ აი მოდი დადექი ფეხზე და მე სახში მიდის და აქვია ტირის და დეპრესიაში, მაგრამ თავადია მეგობარს დაანახოს, რომ მის გვერდით არის და მეგობარი გადაარჩინოს. საყვარლობა, მაგრამ რა გირჩიოთ ეგეთ ხალხს, არც მე არ ვიცი. რაღაც მხრივ რა თქმა უნდა თქვენს გაზიანებთ. ეგ რო სხვაზე უფრო მეც ფიქრობ ვიდრე შენს თავზე. თუ გაიგებთ, არ მინდა ამას დაუძახო, ებრძოლოთ, თუ გაიგებთ როგორ შეამცირო ოდნავ, იმიტომ რომ ხანდახან შენს თავზეც უნდა იფიქრო, მართლა უნდა იფიქრო. იმიტომ კი არა რომ ძალიან ესეთი ხარ, ეგოისტი და ნარცისი, უბრალოდ მართლა საჭიროა შენ თავზე რო იფიქრო. შეიძლება შენ გადაარჩინეს სხვა, მაგრამ შენ გადაგარჩენენ, რო იქნები შენ თუ იქნები ან შენ რო იქნები ეგეთ სიტუაციაში? ვინც ოდნავ შეამცირა? დაწერეთ კომენტარებში როგორ შეამცირეთ, იმიტომ რომ მე მართლა არ ვიცი. უბრალოდ მგონია რომ ეგეთი ხალხი არის უბრალოდ და ბუნება აქვს ეგეთი.